ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი ირანული ნავთობტანკერების ტრანზიტს ჰორმუზის სრუტეში ხელს არ შეუშლის. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მსოფლიოს ნავთობის მიწოდება არ შეუწყდეს და ბაზარზე არსებული დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შეივსოს. შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის დიდი ნაწილია განლაგებული, ირანი დღეში დაახლოებით 1,5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს აღნიშნული საზღვაო გზით უპრობლემოდ ახერხებს. ბესენტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია სრუტეში ტანკერების მოძრაობის ბუნებრივ ზრდას მოელის, რადგან თავდაუსხმელობის დაპირების ფონზე ის ტრადიციული ქვეყნები, რომლებიც თეირანთან აქამდეც ვაჭრობდნენ, ნავთობისა და გაზის შესყიდვას კიდევ უფრო გაზრდიან. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელის ფატიჰ ბიროლის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სააგენტო მზად არის საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის დამატებითი სტრატეგიული მარაგები გამოათავისუფლოს. მისი განმარტებით, სააგენტოს წევრი ქვეყნები ფლობენ საკმარის რეზერვებს იმისათვის, რომ მოკლევადიან პერიოდში მიწოდების ნებისმიერი სერიოზული შეფერხება დაბალანსებული იქნეს და თავიდან აიცილონ ფასების უკონტროლო ზრდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ IEA ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ახლო აღმოსავლეთში და მუდმივ კონტაქტზეა ძირითად მომხმარებელ და მწარმოებელ ქვეყნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მიწოდების ფიზიკური დეფიციტი ჯერ არ ფიქსირდება, ბაზარზე არსებული ფსიქოლოგიური წნეხი და სადაზღვევო ხარჯების მატება ნავთობის ფასს მაინც მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს. ექსპერტების აზრით, IEA-ის მხრიდან მსგავსი მზაობის დემონსტრირება მიზნად ისახავს სპეკულაციური ტენდენციების შეკავებას. სააგენტოს წევრებს ჯამში დაახლოებით 1,5 მილიარდი ბარელის ნავთობის მარაგები აქვთ, რაც ნებისმიერი მასშტაბური კრიზისის დროს მნიშვნელოვან უსაფრთხოების ბალიშს წარმოადგენს. ამ დროისთვის სააგენტო უკვე შეთანხმდა ბაზრისთვის 400 მილიონი ბარელის ნავთობის მიწოდებაზე, რაც ერთი კვირის გლობალური მოხმარების ტოლფასია. უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია ნაფტოგაზი შავი ზღვის შელფზე აღმოჩენილი გაზის საბადოს ერთობლივი განვითარების შესაძლებლობას რუმინულ OMV პეტრონთან განიხილავს. ამის შესახებ როიტერსის სტატიიდან ხდება ცნობილი, რომელიც გამოცემას რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ეხება საბადოს, რომელიც უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე აღმოაჩინა. ინდუსტრიის სამიწყაროს თქმით, აღნიშნული საბადო ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნევა შავი ზღვის რეგიონში. თუმცა ამ ეტაპზე მოპოვებადი რესურსების მოცულობა საჯაროდ არ სახელდება, რასაც დაზუსტებისთვის მრავალმილიონიანი გეოლოგიურ-სეისმური კვლევების ჩატარება სჭირდება. მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და პროექტის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე. შესაბამისად, როიტერსის თანახმად, მასშტაბური სამუშაოების დაწყება სავარაუდოდ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. 12 მარტს უკრაინამ და რუმინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებასა და საზღვარგარეთული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამჟამად უკრაინის ენერგეტიკული სისტემა რუმინეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მათ შორის ელექტროენერგიის იმპორტისა და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ჩათვლით. ასევე განხილვის პროცესშია ელექტროენერგიის დამაკავშირებელი ქსელების გაფართოება და გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან უკრაინის მიმართულებით. ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა სამშაბათს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზედიზედ მეორედ 4,1%-იან ნიშნულამდე გაზარდა, რაც 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები 25 საბაზისო პუნქტით ზრდას მოელოდნენ, რადგან მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანაში ინფლაციის არსებული მაღალი დონე კიდევ უფრო გაიზარდა და ბანკის მიერ დადგენილ 3%-იან ზღვარს გადასცდა. მარეგულირებლის განცხადებით, ირანის ომმა ახლო აღმოსავლეთში ისეთი დამატებითი რისკები შექმნა, რამაც ბანკს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აიძულა. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად 2022 წლის პიკის შემდეგ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლებისა, 2025 წლის მეორე ნახევარში ფასების ზრდა კვლავ დაჩქარდა. ეს მოცემულობა კი კიდევ უფრო დაამძიმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა. შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს მსგავსი მანევრის განხორციელება მოუწია. ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა არ დააკმაყოფილოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც მიყენებული რეპუტაციული ზარალის ასანაცღაურებლად მედიას $10 მილიარდ სთხოვს.
შეგახსენებთ, მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს დოკუმენტურ ფილმ Trump a Second Chance-თან დაკავშირებით, რომელშიც ტრამპის ადვოკატის მტკიცებით, პრეზიდენტის 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა მანიპულაციურად იქნა დამონტაჟებული. კერძოდ, სარჩელში ნათქვამია, რომ მაუწყებელმა გამოსვლის სხვადასხვა მონაკვეთი მანიპულაციურად მიუერთა ერთმანეთს, რამაც შექმნა შთაბეჭდილება თითქოს ტრამპმა თავის მომხრეებს კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმებისაკენ პირდაპირ მოუწოდა. ორშაბათ შეტანილ შუამდგომლობაში BBC-ს იურისტები სარჩელის გასაუქმებლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებენ. პირველ რიგში ისინი ამტკიცებენ, რომ ფლორიდის სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია ამ საქმეზე, ვინაიდან პროგრამა ASH-ს ტერიტორიაზე არ გადაცემულა და არც ინტერნეტ პლატფორმები ყოფილა ხელმისაწვდომი ამერიკელი მაყურებლისთვის. ამას გარდა მაუწყებელი მიიჩნევს, რომ ტრამპს რეპუტაციული ზიანი არ მიუღია, რისი დასტურიც მისი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებაა, მათ შორის ფლორიდის შტატში, სადაც მან ხმების დიდი უპირატესობა მიიღო. ევროპელმა გამომცებლებმა, ტექნოლოგიურმა ფირმებმა და სტარტაპებმა ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ მარეგულირებლებს მოუწოდეს დაასრულონ თითქმის 2 წლიანი გამოძიება, რომელიც ონლაინ ძიებისას Google-ის მიერ საკუთარი სერვისებისთვის სავარაუდო უპირატესობის მინიჭებას ეხება და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი დააჯარიმონ. ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში ევროპის გამომცემელთა საბჭომ, ევროპის ჟურნალების მედია ასოციაციამ, ევროპის ტექნოლოგიურმა ალიანსმა, EU Travel Tech-მა და სხვებმა გამოძიების მომავალ კვირაში დასრულება მოითხოვეს. ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის რეგულარულად ხდება დაპირისპირება იმ წესების გამო, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკული კომპანიების დომინირების შეზღუდვას სოციალურ მედიაში, ონლაინ ძიებასა და ხელოვნურ ინტელექტში. Google ონლაინ ძიებისას საკუთარი სერვისებისთვის უპირატესობის მინიჭებას უარყოფს. Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი კომპანიის Paramount Skydance-ზე გაყიდვის გამო ბონუსად $667 მილიონ მიიღებს. ოფიციალურად გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ეს თანხა მოიცავს $34.2 მილიონი ნახტფულს და დარჩენილი მოცულობის ღირებულების წილს, რომლის გადაცემაც უშუალოდ ამ გარიგების წარმატებით დასრულებაზეა დამოკიდებული. ამას გარდა, არსებობს სპეციალური პირობა, რომლის მიხედვითაც ზასლავმა შეიძლება დამატებით $325.4 მილიონი მიიღოს გადასახადების ანაზღაურების სახით, თუ გარიგება სწრაფად დაიხურება. ეს ნიშნავს, რომ მისი მთლიანი კომპენსაცია გარკვეულ პერიოდში თითქმის $900 მილიონ მიაღწევს. Paramount-ის მიერ Warner Bros. Discovery-ის $100 მილიარდ შესყიდვის გადაწყვეტილება Netflix-ან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა, რომელიც ამჟამად რეგულატორების დასტურსა და აქციონერთა კენჭისყრას ელოდება. პროცესის დასრულება 2026 წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.